შეფასებების თემა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა, პოლიტიკოსთა ნაწილი მსგავსი გამოსვლების გაკეთების ნაცვლად სალომე ზურაბიშვილს აქციებზე გასვლისა და ხალხთან დგომისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და კალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაერთიანება არაერთი პარტიის, არამედ პარტიების ერთი ინტერესების ირგვლივ იგულისხმებოდა. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ამგვარი ერთიანობის შექმნას ჩვენ ვემხრობოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველად გაუმართლებელია მისი მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის არ შეწყალება, თუმცა აქაც ჩემი აზრით უნდა განსაზღვროთ რაღაც კონკრეტული ვადები, რის შემდეგაც ცხადი იქნება, რომ ეს ერთობა არ შედგა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ძალების ფარგლებში და საკუთარი ფრონტით უნდა გააგრძელოს ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან. ერთიანობის თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის არ იყო ეს უპირობო და სრული ერთიანობა მისაღები. ჩვენ თანხმდებით მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებსაც დღესდღეობით ჩვენი ხალხი ითხოვს. ჩვენ მთლიანად ჩვენი მუშაობა დამოკიდებული არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაზე. დღესდღეობით ეს დაკვეთა არის ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს, რომელიც ეხება ევროპულ მომავალს და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, გულისხმობთ კოორდინაციას და არა გაერთიანებას. ჩვენთვის არ არის მისაღები ერთიანიცია, ჩვენთვის არ არის მისაღები ერთიანი ნომერი და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ მეტ კოორდინაციაზე პროდასალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. რაც არის მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს ერთნაირად გვესმის გაერთიანების და ერთობის მნიშვნელობა. სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა ზოგადად და ნებისმიერ რაღაც აქტივობა მისულაც ხდებოდა. დიდი ხანია ერთ მის დასამსახურება, რომ უბრალოდ გაუგებრობა იყოს ოპოზიციურ ფლანგზე, ამორჩეული დაბნეული იყოს, ხან რაღაც გეგმებს აკეთებენ, მე ამბობ, რომ გეგმები არის, საკოორდინაციო შტაბებს ქმნიან, მე ხა ძლიერ კოორდინაციას იწყებენ. ქარტიაც საკმარისი იყო ის ბარდაკი, რაც ქარტიის ირგვლივ იყო, რომ არც ერთი შინაარსობრივი დისკუსია არ შედგა, რომ ამორჩეული მიხვდარიყო, რომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ამ შემთხვევაში ნდობა როგორც რაღაც ოპოზიციის ლიდერი, ან გამაძლიერებელი და ასე შემდეგ. გახსოვთ, როცა ჩვენ თქვით და ვიყავით მომხრე, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო მედროშე კოლექტიური ნაცმოძრაობის, აი უსურვეთ ზურაბიშვილი და მიიღეს ზურაბიშვილი ლიდერად. კი ბატონო და ეხლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი თურმე სუსტია. ზურაბიშვილი არც მანამდე არ უნდოდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ არავინ შეეკითხა მათ. ზურაბიშვილის და კოლექტიურ ნაცმოძრაობას არიან მართულები უცხოეთიდან. და შესაბამისად უცხოეთმა როგორც დაალაგა, გუბა საინკიძეს არ შეეკითხებოდა და არც ხაბეიშვილს ახლა უცხოური ძალა იქიდან. შესაბამისად როგორც დაალაგა, აი ესე დაალაგა. სალომე ზურაბიშვილთან იქნებიან იმდენად, რამდენადაც დაჭირდებათ და როგორც კი არ დაჭირდებათ, ესევე მოისვრიან თავიანთი წრეებიდან, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად იგივეს ვაკვირდებით. თუ ჭირდებათ ერთად არიან, თუ არ ჭირდებათ, რა თქმა უნდა, მისი ღირებულება არის ნული მათთვის. ამიტომ მე არ გამკვირვებია იგივე, მე ცოტა ადრე ცველოდი ამ პროცესების განვითარებას, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა მათგანმა დაინახა, რომ გაათვითცნობიერა, რომ სალომე ზურაბიშვილს მათთვის მოაქვს აბსოლუტურად არაფერი, უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ერთგვარი მოგება, ასე ვთქვათ, პირიქით არის დამატებითი ტვირთი და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგს უჭერს მხარს.